საჯარო სკოლების მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმები ონლაინ სივრცეშიც გაიყიდება. მათვისაც პროდუქციის ფიზიკურად შეძენა სურს ეს შესაძლებლობა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მიეცემათ. 1 სექტემბრიდან ონლაინ პლატფორმაც ამოქმედება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ფორმების გამოწერას. იმ მშობლებს კი, რომლებსაც ჩინურ საწარმოში შეკერილი ტანსაცმლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, სამინისტრო ფორმების დამოუკიდებლად შეძენის ან შეკერვის საშუალებას აძლევს, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს დიზაინთან დაკავშირებული სტანდარტები. ნებათა ხელვის თემად რჩება ფორმების ხარისხი, რაზეც განმარტებები დღესაც გაკეთდა. კომპლექტის ღირებულება 95 ლარია, გაიზარდა იმ კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებიც სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ. სამომავლოდ სასკოლო ფორმების ტარება ყველა, მათ შორის მაღალი კლასების მოსწავლეებსაც მოუწევთ. თუ პირველ ეტაპზე რეფორმა მე-6 კლასის ჩათვლითაა გათვალისწინებული, მომავალში ყოველ წელს ჩამონათვალს ახალი კლასი უნდა დაემატოს. უკვე შექმნილია ის ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც სასკოლო ფორმების შეძენაა შესაძლებელი. მშობლებს შეუძლიათ უშუალოდ სარეალიზაციო პუნქტებს მიაკითხონ და ტანისამოსი ადგილზე შეიძინონ. მისამართები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო ვინც უპირატესობას გამოწერას ანიჭებს, არჩევანი ახალი საიტის formები.ემის.ჯის სახით აქვს. ამ ონლაინ სივრცის გამოყენებით შესაძლებელი ხდება დაინტერესებულმა პირმა სასკოლო სამოსი დისტანციურად შეარჩიოს და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად. პლატფორმა მოსწავლის მშობელს კანონიერ წარმომადგენელს ასევე აძლევს საშუალებას გაეცნონ ინფორმაციას სასკოლო ტანსაცმლის ზომების, ფასის და სარეალიზაციო პუნქტების მისამართების შესახებ. ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია დღეს განათლების სამინისტროში გაიმართა. ონლაინ პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ისევე როგორც საცალო ვაჭრობისას, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს cashback პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს და რა თქმა უნდა მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს თუ როგორ გააკეთებს შენაძენს. ამიტომ ამ შემთხვევაში ფაქტიურად გამოდის, რომ ამ cashback პოლიტიკით, რომელზეც ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ, საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა, რომელთანაც ჩვენ გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი თანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და დაახლოებით 4-5 დღის ვადაში საქართველოს რეგიონებში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიყიდება. ამ პუნქტების ჩამონათვალი უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო 15 სექტემბრიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ. ასევე ცნობილია ოჯახების ის კატეგორიები, რომლებიც ფორმებს უფასოდ მიიღებენ. დაემატა უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში კატეგორია, რაც ამბობს, რომ 65,001-დან 120,001 ქულამდე თუ კი არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანი სტატუსი და ყავს 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, მიიღებენ უფასოდ ბიჭის შემთხვევაში 1 პიჯაკს და 2 შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში 1 პიჯაკს, 1 ქვედაკაბასა და 1 შარვალს. ეს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებია, რომლებიც განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად ფორმები დამზადებულია ქსოვილით, რომლის 72%-ს პოლიესტერი, 25%-ს კი ვისკოზა შეადგენს და ჰაერ გამტარია. ჯიბეების ქსოვილი ნაწილობრივ ბამბას შეიცავს. ქვედაკაბის სარჩული კი მთლიანად ბამბისგანაა დამზადებული. მშობლების და საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილის შეფასებით, სკოლებში ფორმების ტარება ხელს შეუწყობს თანასწორობის პრინციპის დაცვას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ინფორმირებულები იყვნენ მშობლები ამ საკითხთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ მასწავლებლები აწვდიან ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს სკოლის სოციალური გვერდი, სადაც გამოვაქვეყნეთ ეს ინფორმაცია და ყველას აქვს წვდომა ამ ინფორმაციასთან წაიკითხავ და იციან სად, რა დღეს, რომელ საათზე უნდა გაიტანონ ეს ფორმები. ბავშვები აკადემიური მოსწრებისთვის ბევრად მობილიზებული იქნებიან, ასევე თითქოს შეამცირებს ბულინგს სკოლებში, რადგან ყველა ერთ ხაზზე, ერთ დონეზე იქნება და ის განცდა, რომ ვიღაცა უპირატესია არ იქნება ეს ბავშვებში. საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულოა მხოლოდ 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. მისი შეძენა პირველ ეტაპზე 1 კლასელებისთვის იქნება შესაძლებელი. უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი 15 ოქტომბრიდან გახდება, ხოლო პროდუქციის შემოტანის მესამე ეტაპი 30 ნოემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ფორმის კულტურის დამკვიდრება. ფორმების ტარების ვალდებულება ყოველ წელს დამატებით თითო კლასისთვის ამოქმედდება და საბოლოო ჯამში ყველა მოსწავლეზე გავრცელდება.